როგორ შეიძლებოდა რაჭული კულინარიის თემატიკა ისე დაგვესრულებინა, რომ რაჭულ ლორზე არ გვესაუბრა, სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით Native Georgian-ში, რაჭული ლორის საწარმოში, სადაც გაჩვენებთ, როგორ მზადდება რაჭული ტრადიციული ლორი ქარხნული ტექნოლოგიით და აუცილებლად შემდეგში იმასაც გაჩვენებთ, როგორ ამზადებენ ნამდვილი რაჭველი გლეხები სახლის პირობებში რაჭულ ლორს. და ქალბატონი ირინა მოგვიყვება სწორედ საიდან იწყება ტრადიციული რაჭული ლორის წარმოება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენს მსმენელს. პირველ რიგში ძალიან მიხარია და სასიამოვნოა, რომ დაინტერესდით ქართული რაჭული ტრადიციული ლორის დამზადების თემასთან დაკავშირებით და მინდა გაჩვენოთ ჩვენი სასელექციო ფერმა, რომელიც მდებარეობს ონის რაიონს სოფელ ღარში. ეს გახლავთ გარეული ღორის ჯიში, რომელიც არის ლაგაზა და გრუზა და რომელიც ჩვენ მოვიშენეთ კახეთიდან და სვანეთიდან და მოხდა მისი გამრავლება და უკვე ჩვენს რეალიზაციაში ჩაშვება. ძალიან ბევრი შემიძლია ამ თემასთან დაკავშირებით ვილაპარაკო, მაგრამ თავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ნატურალური მინერალებით გაზრდილი ღორი, რომელიც გვაძლევს სუფთა პროდუქტს. ეს არის ტყის მასივი, სადაც შემოკავებული გვაქვს ანუ 10 ჰექტარზე მიწა, სადაც ზუსტად ის მინერალები, რაც საჭირო არის ღორის ხორცის აუცილებელია მის გემოვნური თვისებებისთვის. ზუსტად იმ მინერალებს, იმ ხილს, იმ ფესვებს, იმ დ-ვიტამინს ყველაფერს იღებს აი ამ ტერიტორიაზე. თუმცა არა მხოლოდ ეს არის საკმარისი, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ასევე ბუნებრივ საკვებს, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ სიმინდი და ქერი. აი ეს არის ამისი უნიკალური თვისებები ამ ღორის ხორცის, რომ არის ნატურალური. აი ეხლა მოგვიყვებით როგორია პროცესი. შემდეგ აი გაიზარდნენ ნატურალური პროდუქტებით ეს შერჩეული ჯიშის ღორები სპეციალურად და მერე როგორ ხდება პროცესი. ხო. ანუ გარკვეულ წონამდე მივიყვანთ ღორს და შემდეგ ხდება მისი ტრანსპორტირება ჩვენივე ქარხანაში, ნატივე რაჭაში და მიდის ღორის როგორი დაკლის პროცესი. ანუ ერთი ღამე რადგან იმგზავრა უკვე დიდი მანძილი არა გვაქვს კი იცით აღონდან რომ ახლოა, მაგრამ მაინც მან მიიღო სტრესი მოძრაობის შედეგად, ტრანსპორტირების შედეგად და ერთი ღამით ხდება მისი დასვენება. ხოლო დასვენებული რადგან ღორის ხორცზე აუცილებლად სტრესი აისახება გემოვნურ თვისებებზე და მაგის გამო ვაკეთებთ ამას, რომ ერთი ღამე ვასვენებთ ღორს და შემდგომ უკვე მეორე დღისით ხდება მისი დაკლის პროცესი. ეს პროცესი სადმე? ეს არის ბოინი, სადაც ხდება ღორის შემოყვანა, აქ არის ასევე დარბაზი, სადაც ხდება მისი დასვენება, შემდგომ მეორე დილით მისი უკვე დაძინება მშვიდ გარემოში, უკვე დაძინებული და უკვე დაკლული და გასუფთავებული ღორი შესაცივებლად გადადის უკვე სამაცივრე რეჟიმზე 12 საათის განმავლობაში, ხდება შეციება ღორის ხორცის და შემდგომ უკვე ხდება მისი ამოძვალვა, ანუ ძვლიდან გაცლა ხორცის. უკვე ამოძვალული და გასუფთავებული ხორცი გადადის დასამარილებლად ისევ სამაცივრე რეჟიმში, მისი სიდიდისა და კუნთოვანი მასის მიხედვით დღეების და საათების მიხედვით ითვლება, რა თქმა უნდა, მარილში ყოფნის დაყოვნების პერიოდი. შემდგომ ამოვიღებთ მარილიდან და ხდება მისი ზედმეტი მარილიდან უკვე ჩამორეცხვა, გარეცხვა ხდება მისი ცივი წყლით და მიდის ისევ შრობაზე, ზედმეტი სითხე რომ გამოიდევნოს ხორციდან. უკვე გამშრალი ხორცი გადადის შესაბოლად საბოლებელ კამერებში, სადაც ხდება მისი შებოლვა ტყემლის ნახერხით და მე თქვენ ახლა გაჩვენებთ ტყემლის ნახერხს და ასევე წიფლის ნახერხს. აი ეს არის კამერები, სადაც უკვე ხდება ხორცის შებოლვა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის,
ხორცისთვის და ზოგადად ლორისთვის, რაჭული ლორისთვის ეს ხდება მხოლოდ შეციებული ბოლი. კალცეროგენის გარეშე ხდება მისი შებოლვა. აი ჩვენ გვაჩვენეთ წერილად მინდა რომ ეს წამოვძანით ახლა და გაჩვენეთ როგორ ხდება, ან რა იგულისხმება შეციებულ ბოლში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზედმეტი ცხელი ბოლი და ზედმეტი კალცეროგენი უკვე ხორცთან შეციებული ბოლი რომ მივა, უკვე ის მკვდარია, რა თქმა უნდა, მავნებლობას არ არის მავნებელი. კი ბატონო, წამოვძანდით ახლა და ჩვენ ვნახოთ უკვე რა მასალას ვიყენებთ ამისთვის. ეს გახლავთ ტყემალი და ტყემლის ნახერხი. ასევე წიფლის ნახერხი. ეს ორი ხე განსაკუთრებული არის იმისთვის გემოვნური თვისებების, არა მარტო იმისთვის რომ ვიზუალს უქმნის ძალიან ისეთ კარგ ვიზუალს აძლევს ლორს, არამედ გემოვნური თვისებების აძლევს ძალიან არაჩვეულებრივ თვითონ ტყემლის ნახერხი. ეს გახლავთ ფეჩები, სადაც ხდება უკვე დამზადებული ნახერხის ჩაყრა და ეს ტრუბებში მიდის შეციებული ბოლი და ეს ამას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ შეციებული ბოლით იგოლება, რომ აი ეს რაღაცა ბოლი რო გადის მანძილს, რა თქმა უნდა, შესაბოლოოდ კი ბატონო, კარგავს იმ მავნებელ ნივთიერებებს. რა თქმა უნდა, რაც იმ ცხელ ბოლში არის ის კალცეროგენი. და შეციებული უკვე ამას დიდი მანძილი აქვს შიგნი ამ ტრუბებს და შეციებული ბოლი მიდის უკვე ლორამდე და იბოლება ძალიან მოკლე ვადაში, იბოლება რამოდენიმე საათი მხოლოდ, რაც ჩვენ გაგვანსხვავებს გლეხის დამზადებული ლორიდან. გლეხი ბოლავს, კი ვიცით, ახლა ძვალზე და უნდება თვეები და რამოდენიმე კვირა რო ბოლოს და ჩვენ კი პირიქით რაც უფრო ნაკლები აქვს ბოლი, მით უფრო კარგი არის პროდუქტი, საღია და მოსახმარად არის ძალიან უფრო კომფორტული. კი, რა თქმა უნდა. ესეც კუნთოვანი მასის მიხედვით არის, მხოლოდ ანუ გააჩნია რამხელა არის ღორი, რამხელა კუნთოვანი მასა, რა წონისა, იმის მიხედვითაა საათები დათვლილი და იმ საათებში უბოლავთ. და არა რამოდენიმე კვირა და რამოდენიმე თვე. კი ბატონო. აი ახლა რო გვაჩვენეთ, სწორედ აი ეს პროდუქცია უკვე კი ბატონო, წამოვძანდით. ეს გახლავთ ჩვენივე ფერმის ქართული გარეული ღორი, რომელიც ამ წუთში ძვლით არის წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ ძირითადად უძლო პროდუქტს ვამზადებთ, მაგრამ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე გთხოვეს, რომ იყოს ეს ძვლიანი ცოტა, ამიტომ დავამზადეთ ძვლიანი ქართული რაჭული ლორი. წამოვძანდით და გაჩვენებთ ახლა იმ კამერებს, სადაც უკვე მიდის აი ეს შეციებული ბოლიდან, უკვე რომ შეიბოლა პროდუქცია, შემდგომ გამოდის და გადადის უკვე სამაცივრე რეჟიმზე, სადაც უკვე ისევ ხდება ამ ბოლის შეციება და უკვე აქ მიეცემა ფერი. როგორი საოცარი არომატია ახლა ჩვენი მაყურებელი ამას ვერ გრძნობს, მაგრამ მე ვგრძნობ ძალიან კარგად საოცარი. ეს გახლავთ უკვე უძლო დამუშავებული ტექნოლოგია ძველი რაჭული და ეს არის ახლა უკვე შუა პროცესში. აქ იქნება ეს დაახლოებით 3-4 კვირა და 3-4 კვირის შემდგომ გადავა უკვე მოხმარების პროცესში. რომ რატომ აქვს ობი? ობი არის აუცილებელი პირობა. გლეხისგან განსხვავებით, გლეხი რამოდენიმე კვირა, რამოდენიმე დღე, რამოდენიმე თვე აქვს ცხელ ბოლვაზე მიშვებული და მთლიანად შიგნიდან აშრობს ცხელი ბოლით. და ამიტომაც არ ხდება მის გლეხის ლორზე ობის გაკეთება. ჩვენი ეს პირობა რატოა ესე? ანუ კალცეროგენი რო დავწიეთ, ცივი ბოლვით რო ვაკეთებთ იმას, რომ რაც შეიძლება მოხმარებისთვის იყოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ამიტომ ხო რამოდენიმე საათი ვბოლავთ ამას. შემდგომ რომ გამოგვაქვს არის ასეთ მდგომარეობაში, ანუ ნახევრად სველია ეს. ეხლა რა ხდება? ნახეთ, მარილი და კუნთოვანი მასა რო ერთმანეთს აწვება, სისველე შიგნიდან გამოდის ობის სახით. ეს აუცილებელი პირობაა. თუ ობი არ გამოიტანა, მაშინ დაიწყებს პროდუქცია დალპობას. ხო, ანუ ეს ძალიან კარგია, რომ შიგნიდან სისველე გამოაქვს ობის სახით. თუმცა მე მოხმარების
უკვე შეძენის პერიოდში და როცა უკვე მომხმარებელი იძენს სიტყვაზე ამა თუ ხო შაშემთხვევას ხდება მისი გაწმენდა, გასუფთავება და დავაკუმება და ისე მოხმარება. ხო. არა მარტო ლორს ვამზადებთ, ასევე ვამზადებთ კანჭს, რომელიც უნიკალური არის. და უგემრიელესი არის. მაყურებლისთვის ისიც რა ვთქვათ, რეალიზება სად ხდება ამ პროდუქტის, რომ შეძენის სურვილის შემთხვევაში სად შეუძლიათ შეიძინონ? ხო, რეალიზება ძირითადად ხდება საქართველოს მასშტაბით, ძირითადად ეს არის თბილისი და ბათუმი, ეს არის კარფურშია და ქსელურებში შედის ძირითადად ჩვენი პროდუქცია და მომხმარებელს შეუძლია მიბრძანდეს და ჩვენი ნატივე რაჭას სახელით შეუძლია შეიძინოს ქართული რაჭული წარმოებთ. კი, ძეხსაც ვაწარმოებთ, თუმცა ამ ეტაპზე ხა ამ წუთში არ გვაქვს ძეხვი, მაგრამ არა მარტო ძეხს, ასევე ვამზადებთ, ნახეთ, სვანურ ღეჯიშს, ხამიშს, სვანური მარილით დავარგებული ლორია, ასევე ვამზადებთ, აი აქეთ წამოვძანდით და გაჩვენებთ მეგრულ ლორს, რომელიც მეგრული აჯიკით არის დავარგებული, ნახეთ, აი აგერ სახეზეა, შეგიძლიათ გადაიღოთ, აი. და ვამზადებთ სალას სუცს, ქართულ სალას, რომელიც უგემრიელესი არის და აი შემდეგ როგორ მიდის პროცესი? დასრულდა ლორის გაკეთების პროცესი, ასე ვთქვათ, და სრულყოფილი სახე მიიღო ლორმა. აი შემდეგ როგორ ხდება? შემდგომ უკვე გამოგვაქვს ისევ დასასვენებელ კამერებში, სადაც ისევ შრობაზე არის ლორი, თუმცა უკვე ვარგისია მოხმარებისთვის. თავარია ეს პროცესები ყველაფერი გაიაროს და შემდგომ უკვე ვარგისია მოხმარებისთვის. შემდეგ ავაკუმებთ როგორც კი, ეს ანუ მიდის ესე ნაჭრებად დაჭრა გრამობაჟობა, სიტყვაზე ეს ახლა არის მაგალითად 150 გრამიანი, ასევე ვამზადებთ დიდ ნაჭრებსაც, ნუ მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე სალასუც გრამობაჟით ვავაკუმებთ, მომხმარებელს კომფორტს უქმნით იმისთვის, რომ გადაადგილებისთვის იყოს უსაფრთხო ბაქტერია აცილებული და ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რაც შეეხებოდა რაჭული ტრადიციული ლორის დამზადების პროცესს. ეხლა აუცილებლად მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ჩვენ კაცის მიღმა საუბარში ვისაუბრეთ, როგორ მოხდა ამ ტექნოლოგიების თქვენთვის გაზიარება, თქვენი ესპანელი პარტნიორებისთვის და ეს ისტორიაც მინდა გაუზიაროთ ჩვენ მსმენელს, აი ესეთ დახვეწილ პროცესამდე, ვის დახმარებით მივედით, როგორ საწარმოსთან დაკავშირებით როგორ ჩამოყალიბდა და აი საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვის ესეც და ეს ამბავიც რომ მოგვიყვეთ და იქ ახსენეთ თქვენ რომ თურმე არსებობს ძალიან მაღალხარისხოვანი ღორის ჯიში იბერიკო და რომ აღმოეჩინეს კვლევებით რომ ჩვენი არანაკლებად ხარისხიანი და მნიშვნელოვანი მოუყვეთ ჩვენს მსმენელსაც. ხო, დიდ და ბევრს ვერაფერს დავამატებ, თუმცა გეტყვით იმას, რომ აი რამდენი ხანი არის რაც თქვენი საწარმო არსებობს? 2015 წლიდან უკვე დაიწყო ძირითადი წარმოება, ანუ ჩაეყარა საფუძველი ფერმას, შემდგომ ფერმასთან ერთად უკვე გაზრდილ ღორს ხო სჭირდებოდა რეალიზაცია და უკვე მოხდა ამრულაურში ამ ქარხნის აღება და უკვე ჩამოყალიბდა სტაფიც, გავზარდეთ რამოდენიმე თაობა, ვისაც შევასწავლეთ ძვლის და ხორცის მუშაობა, დანის მოხმარება, ტექნოლოგია რაც კი ვიცოდით თუ არ ვიცოდით მოვიძიეთ, ანუ მოკლედ მთელი ინფორმაცია და რამოდენიმე კადრი გავზარდეთ, ვინც დღესდღეობით ჩვენთან მუშაობს და ძალიან წარმატებულად და ძალიან პროფესიონალურად აკეთებენ თავიანთ საქმეს. აი განსაკუთრებით საყურადღებო არის აი ის ეპიზოდი რომელიც თქვენ მიამბეთ, რომ აი ესპანელმა ამ საქმის სპეციალისტი. კი ბატონო, ეს აი ესპანელები არიან ჩვენი პარტნიორები, ვინც ეს პროექტი მოიტანეს საქართველოში, მოიძიეს ქართული ღორის ხორცის ხარისხთან დაკავშირებით, დაინტერესდნენ, თვითონ ჩამობძანდნენ და მოიძიეს ეს ჯიში, ეს ლაგაზა და გრუზა
სვანეთსა და კახეთში, შემდგომ მოხდა ამ ღორის გამრავლება ონის ფერმაში და შემდგომ უკვე გაზრდა და უკვე წარმოებაში ჩაშვება. ხო, ეს იყო მთავარი და ნიშანდობლივი იყო ის, რომ აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ჯიშად, რომელიც ითვლება ეს იბერიკოს ჯიშის ღორზე, არანაკლებ ხარისხიანი და გემრიელი გამოდის ქართული ჯიშის ღორისგან ეს უნიკალური პროდუქტი და მე ვიცი რომ მე საცდელად ხამონიც დაამზადეს. კი, რაჭული ღორის და გაოცებულები დარჩნენ. კი ბატონო, გემოვნური თვისებები არანაკლები აქვს იბერიკოს ღორის ხორცზე, ქართულ ღორის ხორცს და ასევე სტეიკიც და მწვადის და ნუ მოკლედ კი მოგეხსენებათ. კი ბატონო, ასე რომ და ლორი ხო არის და არის. და ღორის და ზოგადად ღორის პროდუქტები, ხორცის პროდუქტების წარმოება ჩვენთვის არის ტრადიცია, რაჭულებისთვის განსაკუთრებით. როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ყველა იმ დეტალს, რომელიც ჩვენს პროდუქტს უნიკალურს ხდის. ჩვენი მიდგომა ემყარება უმაღლეს სტანდარტებსა და ტრადიციულ მეთოდებს, რაც უზრუნველყოფს იმ გემოსა და არომატს, რომელსაც სხვაგან ვერ იპოვეთ. უმაღლესი ხარისხის ხორცი, რომელიც ჩვენივე ფერმიდან არის, ტრადიციული დამარილება, ხეხილოვან ხის კვამლზე შებოლვა და რაჭის სუპ და ჰაერზე თვეების მანძილზე დავარგება. სწორედ ეს ქმნის იმ უნიკალურ გემოს, რომელიც თქვენ ასე გიყვართ. და ორი სიტყვა სამომავლო გეგმებზეც რო გითხრათ, თქვენი წარმოების ხო, მომავლისთვის ვფიქრობთ გაფართოებას, სხვადასხვა პროდუქტების ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში ვართ, რაჭული ლორის თემა არის ამოუწურავი. ყველა რაჭველს, აი ძირძველ რაჭველს რო შეეკითხები, ყველას თავისებური რეცეპტი ინდივიდუალურად გააჩნია და ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო არის, მინდა გითხრათ და ვცდილობთ მომავლისთვის, რომ ეს ყველაფერი ნაკრები გავაკეთოთ და გავაფართოოთ და სხვადასხვა ამ წუთშიც კი ვაწარმოებთ სხვადასხვა დასახელების პროდუქციას გარდა ლორისა. მაგრამ ვფიქრობთ რომ კიდევ გავაფართოვებთ და შევქმნით ახალ და ახალ ძველ კერძებს. ძალიან მომეწონა იქ თქვენთან შემოსასვლელში ბანერი გვაქვს, სადაც ამაზე ძალიან საინტერესო სიტყვები წერია. წარმატებას გისურვებთ, მუდმივად აი გისურვებთ, რომ ყოლოდ თქვენი კმაყოფილი მომხმარებელი დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ ნამდვილად ხარისხიან პროდუქციას აწარმოებთ და რაც ყველაზე მთავარია, ეს ხდება ტრადიციული რაჭული ხორცის გამოყენებით და ეს ძალიან დიდი მადლობა თქვენ მსმენელს და სტუმრობისთვის. უმეტესი მადლობა.